პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ამ საკითხს არ აქვს არც რაღაცა ბიზნესის, არც კიდე ჰუმანიტარული ასპექტი. ცხადი არის, რომ არის მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, სამთავრობო გადაწყვეტილება, რომელიც უდიდესი ალბათობით მიღებული არის რუსეთის ხელისუფლებასთან კომუნიკაციის შემდეგ და სრულიად ცხადი არის, რომ საკითხი ეხება იმ ენერგეტიკული კრიზისში დახმარებას რუსეთის ხელისუფლების და საოკუპაციო მმართველობის აფხაზეთის, რომელიც წარმოიქმნა უკრაინული ქმედებების შედეგად. ხედავთ უკრაინის თავდასხმები ახლა რუსეთის ტერიტორიაზე, ძირითადად მიმართული არის აი ვალდბერისის წინააღმდეგ, მაგრამ თავარი სამიზნეები არის ზუსტად აი ამ საწვავ საფოხი მასალების, ბენზინის, ენერგეტიკის სფეროს წყობრიდან გამოყვანა. და ყველა ომში ეს არის უდიდესი მნიშვნელობის, აი თვით 1944 წელს მაგალითად, როდესაც ნაცისტური გერმანია მარცხდებოდა, მისი მინისტრები ამბობდნენ, რომ ომი დამთავრდა, ჩვენ წავაგეთ ერთი წლით ადრე, იმიტომ რომ მაშინ კოალიციამ ინგლისის და ვინც იყო შემადგენელი ეს კოალიცია გამოიყვანა სწორედ მათი ენერგეტიკული სისტემები წყობრიდან. ახლაც ასე ხდება, რუსეთში არის უმძიმესი კრიზისი ამ თვალსაზრისით, ჩვენ ხედავთ რომ ეს არის გადმოსული უკვე აი ამ ბენზინგასამართ სადგურებზე, ჩავარდნილი არის ყირიმში, სხვაგან ურალის იქითაც, სადაც თავარი მომპოვებლები არიან აქ, ჩავარდნილი ეს და საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილება ხაზგასმით უნდა ვთქვათ, მიმართული არის იქით, რომ შეუმსუბუქოს ის უმძიმესი დარტყმა რუსულ სამხედრო მანქანას და მთლიანად რუსულ სახელმწიფოს, რომელიც მან მიიღო ამ უკრაინული მცდელობებში. აი ამას როგორ ფიქრობთ თქვენ? ქართული ოცნება აკეთებს იმიტომ, რომ ამ საკითხსაც აღიქვამს მისთვის ძალაუფლების შენარჩუნების წყაროთ და ამ ჭრილში უყურებს. ეს არის დიდი ფულის მისაღებად სქემა, რომელს შექმნაშიც თავად მიიღო მონაწილეობა. აი რა მიზნები აქვს თუ ეს არის იმგვარი სასარგებლო პროპაგანდა ოცნებისთვის, რომელიც ისევ ძალაუფლების შენარჩუნების საკითხს უკავშირდება. ანუ ის ფიქრობს, რომ თუნდაც ამ დისკუსიით იმაზე აქცენტით, რომ თავად არის ამ რაღაცა ურთიერთობების გაუმჯობესების პროცესის ინიციატორი თუ ხელშემწყობი, თავად იღებს აქედან სარგებელს და ზიანდება ის, ვინც ამბობს, აი რატო შეგაქვს საწვავი ოკუპირებულ აფხაზეთში. ფინანსური საკითხი აქ პრევალირებს რაიმე სხვა საკითხზე. ლაპარაკია ჯერჯერობით 3 მილიონ ლიტრ საწვავზე, რომელიც შეიტანეს და თუ ახლა ვიანგარიშებთ დაახლოებით 3000 ტონაზე, 3 მილიონ ლიტრ საწვავზე, რომელიც შეიტანეს და ეს არ არის იმ მასშტაბებით, რა ძარცვაც მიმდინარეობს ახლა საქართველოში, ისეთი თანხა, რომ ეს ნაბიჯი გადადგმულიყო, ძალიან მძიმე ნაბიჯი გადადგმულიყო ამის გამო. საერთოდ სასაცილო არის ლაპარაკი იმაზე, რომ გალში მცხოვრები ქართველებისათვის არის ეს განკუთვნილი, ჩვენ ვიცით რა ის უფლებობა, რაც არის ახლა გალში საქართველოს მოქალაქეების, ქართული წარმოშობის ადამიანების მიმართ მოსწავლეები დაყავთ არძიმბას და სხვა მკვლელების საფლავებზე და აზეიმებენ ეგრეთ წოდებული გამარჯვების 27 სექტემბრის დღეს და როდესაც მოსავალი არის თხილის და სხვა მოსავალი იქ პირდაპირ ეგზეკუციები დგება და ართმევენ პრაქტიკულად ყველაფერს საქართველოს მოსახლეობას. ამიტომ ლაპარაკი იმაზე, რომ ეხლა ეს ამისთვის არის განკუთვნილი, ეს ასეც არ არის, რა თქმა უნდა. ამიტომ ვახსენებ ამას ხაზგასმით, რომ ეს არის პოლიტიკური ნაბიჯი და უდიდესი უპასუხისმგებლობა საქართველოს ეროვნული გზის, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, ეს არის რატომ არ თulis როგორ ფიქრობ გზარ ვალდებულად თავს, რომ ამაზე კიდევ უფრო მეტი განმარტება, მე ვახსენე ხა ბანო მაჭავარიანი იყო ჩვენი წინასწარმოები, რომ მე ესეთი წარმოდგენა მაქვს, რომ ეხლა ამ დღეებში რაღაც არის დაკვირვება, ვინც რა სიტყვის ამ პროცესზე, რაღაცნაირად ანალიზი ამ ვითარების და ალბათ დარწმუნებული ვარ, გარკვეული გამოხმაურება იქნება, თუმცა აი ამის დადასტურება, რომ დანიშნულებაზე კითხვები არ უნდა არსებობდეს, ეს ხო ყველას ინტერესში უნდა იყოს, ხო, პირველ რიგში მათ ინტერესში უნდა იყოს უპირველეს ყოვლისა. ქართული ოცნების ხელისუფლების ინტერესში უნდა იყოს, რომ ეს არის გაგზავნილი აი ამადამ მიზნით, რომ გალის მოსახლეობა აი ამას იღებს. საერთოდ აი არის უდიდესი ბლეფი, როდესაც ლაპარაკია 3 მილიონ ლიტრ საწვავზე, რომ ეს არის გალის მოსახლეობისათვის განკუთვნილი და ესეც რომ არ იყოს, ჩვენ ვნახეთ აფხაზური გამოცემები პირდაპირ წერენ საქართველოს მოიხსენებენ ალტერნატიულ მიმართულებად. აი მადლობის თქმის სურვილიც კი არავის არ უჩნდება იქ.
რაღაცა ალტერნატიულ მიმართულებად მოიხსენიებენ და პირდაპირ უნდა ვთქვათ, როდესაც ეს ბენზინი შედის ახლა, ეს არის სტრატეგიული პროდუქტი. ეს არ არის არც წიწიბურა, არც ზეთი, არც სხვა რაიმე სახის ჰუმანიტარული დახმარების პროდუქტები. ომში ჩაფლული არის რუსეთი, რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს და ამიტომ აი ამ ტიპის მხარდაჭერა ახლა რუსული მანქანის პირდაპირ ნიშნავს საფრთხის წინაშე დაყენებას ქართული სახელმწიფოსი, საქართველოს მოქალაქეების, იმიტომ რომ შეუძლებელია სხვანაირად მოხდეს განხილვა საწვავის. ჩვენ ხომ არ ვიცით ახლა როგორც კი შედის აქ ეს მიდის როსნეფტის სადგურებზე, მიდის რუსული სამხედრო მანქანის მოსამარაგებლად, თუ გადადის სოჩში მაგალითად და იქ ემსახურება სხვა ინტერესებს. ჩვენ ვიცით მხოლოდ ერთი რამ, ეს არის რუსული ინტერესების გამაგრება იმ დიდი ენერგეტიკული კრიზისის დროს, რომელიც ახლა არის რუსეთში. თქვენ გკითხეთ, რომ რატო აკეთებენ ამას? იმიტომ რომ არსებობს ცივილიზაციური ომი ახლა მსოფლიოში, ჩვენ ხედავთ, რომ ეს არის უკრაინა და უკრაინის მხარდასაჭერად არის მობილიზებული პრაქტიკულად მთელი თავისუფალი სამყარო, ზოგიერთი სანქციებით, ზოგიერთი ზუსტად აი ამ საწვავზე ემბარგოებით და იცით ყულევის პორტი ახლა არის კითხვის ნიშნის ქვეშ, მხოლოდ ზუსტად იმის გამო, რომ რუსული საწვავის რაღაც რებრენდინგს ახორციელებდა და შემდგომ გაყიდვას. აი მთელი ცივილიზებული სამყარო აქეთ არის, მათ შორის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, როგორც ევროპის კავშირში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში, მეორე მხარეს არის რუსეთი, რომელიც მარცხდება ამ ომში, რომლის მთელი ინფრასტრუქტურა უკვე არის განადგურებული. და აი ამ ცივილიზაციურ ომში ქართული ოცნების ხელისუფლება არის რუსეთის მხარეს. თუ ვინმეს ამის არ ჯეროდა 5 თვის წინ, 1 წლის წინ ომის დასაწყისში მაგალითად, ხო, დღეს უკვე ყველასათვის ცხადი არის, რომ ეს ასე არის, იმიტომ რომ ქვეყანა რომელიც არის ომში ჩართული და როდესაც ჩვენ იმ ქვეყანას ამარაგებ სტრატეგიული პროდუქტით, საწვავით, ეს ნიშნავს, რომ შენ საქართველოს უქმნით უმძიმეს წინაპირობებს იმისათვის, რომ ჩაითვალოს, რომ ჩვენი ქვეყანა არის ჩართული ამ ომში რუსეთის მხარეს. ეს არის ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა საქართველოს მოქალაქეების წინაშე. ნუ გზარა, რუსოფობია ვახსენეთ ჩვენ, გამორჩეული გზავნილი ამ დღეების და ამ კვირის, კონკრეტულად 12 აგვისტოსი, რომელზეც ილაპარაკა ირაკლი კობახიძემ და აი ესე დაალაგა ეს სურათი, რომ რუსოფობია, შემდეგ რუსი ტურისტის განდევნა, ეკონომიკის ჩამოშლა და ესე ვთქვათ საფინალო ამბავი ომის თემა, ხო, რაღაც ესე ქონდა აღწერილი მიზნები, რომელიც არის ესე ვთქვათ განსაზღვრული, deep state-ი ახსენა, როგორც მტერი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ამ გზავნილებზე რისი თქმა შეგიძლიათ და რა უნდა იყოს ეფექტური, ასე ვთქვათ საპასუხო გზავნილი ქმედება თუ ნაბიჯები ამ ნაწილში ხელისუფლების ოპონენტების. სოფლიო პოლიტოლოგიაში არ არსებობს რუსოფობია. ეს არის კრემლის პროპაგანდისტული კლიშე, რომელსაც ხმარობს მხოლოდ და მხოლოდ მოსკოვი, მხოლოდ და მხოლოდ მარია ზახაროვა, მათი პროპაგანდისტები, მათი კორუმპირებული ჟურნალისტები და ხმარობს ლავროვი საერთაშორისო ასპარეზზე. სხვა მოგისმენიათ რომელიმე ქვეყნის, საერთაშორისო იაპონიასთან დაკავშირებით გამოიყენეს ბოლო დღეებში ნახეთ. ხო, იმიტომ და აი ახლა ნახეთ ეს არის რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა და ეფუძნება რას? თუ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და უკრაინამ გაუწია წინააღმდეგობა, ესე იგი იქ არის რუსოფობია. თუ რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოახდინა და ქართულ ხალხს აქვს სრულიად გასაგები დამოკიდებულება ამ რუსული სახელმწიფოს მიმართ, ესე იგი საქართველოში არის რუსოფობია. თუ რუსეთი შეიჭრა მოლდოვაში, თუ რუსეთი შეიჭრა მანამდე ჩეხეთში, პოლონეთში და ცდილობდა განადგურებას სამსახურეო, ახლა უკვე იაპონიაში და ძალიან კარგი მაგალითი არის და სწორი რემარკა არის, რაც თქვენ ბრძანეთ, ამ შემთხვევაში იქაც არის რუსოფობია. სინამდვილეში არსებობს რუსული სახელმწიფო, რომელიც არის აგრესიული, რომელიც იმპერიული ამბიციების დაკმაყოფილებისათვის რუსეთი ხედავს ერთადერთ გზას, არა რაღაც რბილძალას, არამედ სწორედ სამხედრო მანქანას, სწორედ შეტევას, სწორედ ადამიანის უფლებების შელახვას. ხო, ამ შემთხვევაში თუ ვინმემ გამოთქვა წინააღმდეგობა და დაიცვა თავის ქვეყნის ეროვნული ინტერესები,
რა თქმა უნდა ეს ითვლება რუსოფობიად. სინამდვილეში არანაირი რუსოფობია ამ სამყაროში არ არსებობს და რუსეთის კონკრეტულ მოქალაქესთან არავის არ აქვს პრობლემა. ის რომ ყობახიძე იყენებს სწორედ აი ამ ტერმინს, მარია ზახაროვას ტერმინს, ეს ნიშნავს, რომ ისიც საზრდოობს სწორედ რუსული პროპაგანდისტული სტერეოტიპებით, კლიშეებით და მთელ სამყაროში პოზიციონირებს როგორც რუსეთის მხარდამჭერი პოლიტიკური აი ქართული ოცნების სარგებელი რაშია ხა თუ თქვათ მე და თქვენ ვიცით რომ შეგიძლია დღეს ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ჩაწერო და ნახო წარმოშობა ამ ტერმინის ხო მე და თქვენ თუ ვიცით ეს ყობახიძემაც იცის ამ ტერმინის წარმოშობა და მისი გამოყენების თქვათ ეფექტი მაგრამ ამას მიმართავს რატომ იმიტომ რომ უნდა მოახდინოს ქართული საზოგადოების დემორალიზაცია ეს უნდა ვთქვათ პირდაპირ გადატეხვა საქართველოს ეროვნული მოძრაობის გადატეხვა იმ ადამიანების, იმ სულისკვეთების, იმ იდეოლოგიის, რომელიც ჩვენ ხალხს აქვს და რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ ჩვენ გვინდა თავისუფალი ქვეყანა, ჩვენ გვინდა დემოკრატია ამ ქვეყანაში და ჩვენ გვინდა რომ საქართველო იყოს თავისუფალი სამყაროს განუყრელი ნაწილი. თემის კულტივირებით თუ იმით რომ მე ვარ თქვენი მშვიდობის არჩევანი, ხოლო სხვები არიან ის, ვინც ამ პერსპექტივას გიქადიან. აი რაც ვახსენე, რუსოფობია ტურისტის წასვლა, ეკონომიკის ჩამოშლა, ომი. არა, ნახეთ, აი ორი ადამიანი დადიოდა და მე მგონი გულზე ეწერათ რუსეთი ოკუპანტია. საქართველოში, ბათუმში, ქართულ პლაჟზე და მათზე იყო, ხო გახსოვთ დარტყმა და დაშინება ამ ადამიანებს. ხო, იქ იხსენებენ ამბებს, რომ ვიღაცა იყო რუსები იყვნენ აქ ჩამოსულები და მათ მიმართ სამოქალაქო პროტესტი იყო რამდენიმე წლის წინ. შორს რო არ წავიდეთ თვით ყობახიძესთან არის უშუალოდ დაკავშირებული გავრილოვის აქ ჩამოყვანა იმ ადგილიდან სადანაც ზვიად გამსახურდია გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა ჩამოიყვანეს და 2019 წელს დასვეს რუსეთის კომუნისტური პარტიის წარმომადგენელი, რუსეთის პოლიტიკური იმპერიული ამბიციების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ადეპტი და იმის გამო რომ ქართულმა საზოგადოებამ შემდგომ გამოთქვა პროტესტი, გაუსწორდნენ რაღაცა ანომალიური მეთოდები და ყველას ახსოვს ის ამბები, რაც ხდებოდა 2019 წელს. ამიტომ მიმაჩნია რომ ისევე როგორც დაპატიმრებები პოლიტიკური ლიდერების ქალბატონი ელენესი მაგალითად, ნიკა მელიასი, მანამდე ნიკა გვარამია იყო და უამრავი 100-მდე პოლიტიკური პატიმარი არის ციხეში. ხო, როგორც აი ეს ამბები, ისევე დემორალიზაცია არის ქართული საზოგადოების ცდელობა, ამ დემორალიზაციის გადატეხვის ცდელობა ქართული საზოგადოების, რომ შენ ხმა არ ამოიღო. ქვეყანა, რომლის ტერიტორიები არის ოკუპირებული, ხო, იმან ხმა არ ამოიღოს იმ უმსგავსოებებზე, რომელიც აქ ხდება. და ნახეთ, აი როგორი ნიშანდობლივი არის კახეთში მომხდარი ინციდენტი. არ წარმომიდგენია, რომ არსებობს კაცი ან ქალი ამ ქვეყანაში, რომელსაც შეიძლება მოეწონოს ის რომ რაღაც კაცი ხელს მუშს ურტყამს ქალს, ხო? ეს ნამდვილად ასე არის და ეს არ არის კარგი სანახავი არც ერთი ადამიანისათვის. მიუხედავად ამისა, იცოდნენ რა თუ როგორ იქცევიან ზოგიერთი წარმომადგენლები ამერის აქ და მე უკვე დასაბუთდა კიდევაც რომ მართლაც რაღაცა თავზე აღვრივდნენ კუთხას და ბოდიშვიხტი ახლა ამ სიტყვისაც აფურთხებდნენ იმ სუფრას სადაც შეკრებილები იყვნენ ადამიანები ქორწილში როგორი რეაქცია გამოიწვია ერთი იზოლირებული ინციდენტი ვერასდროს ასეთ რეაქციას ერთში ვერ გამოიწვევს. თუ ვინც ჩამოდის აქ იქცევიან კარგად, კორექტულად, პატივსცემენ იმ ადამიანებს, ვინც აქ ხვდებიან და ზოგადი კეთილგანწყობა თუ არსებობს, შეუძლებელია, რომ ერთმა ინციდენტმა აი ესეთი რამ გამოიწვევს. ესე იგი, ამას აქვს ტოტალური ხასიათი და ჩვენც ხო ხომ მთვარეზე არ ვცხოვრობთ. ჩვენც მოგვდის ამბები იმ ადგილებიდან, სადაც ბევრნი არიან, ხო, ჩამოსულები. ეს არის ბათუმი, ეს არის თბილისი. თუ როგორ იქცევიან ძალიან ხშირ შემთხვევაში და თან ნახეთ ეს გზავნილები მათაც ხო ესმით ყობახიძის გზავნილები რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ადანაშაულებს თავის ხალხს რუსოფობიაში ეს ეხლა რუსეთის ამოცანა არის ყველგან თქვას რომ საქართველოში რუსოფობია არა საზოგადოებაში რომ იყოსო ამის გამომერთმა დაგვიფაროსო ეს ის ჯგუფები არიან რომლებსაც ეს მიზანი აქვთ აი რაც გაგიშიფრე წეღან მისივე გზავნილიდან რუსოფობია რუსი ტურისტის გასვლა ეკონომიკის ჩამოშლა ომი ანუ ეს რო გავიჯნოთ ყველასათვის ხდება და განსაკუთრებით აი ამ მოვლენების საქართველოში
არავითარი რუსოფობია არ არსებობს. პირიქით ეხლა ცდილობენ რაღაცა ვამტკიცოთ რომ არ არის და სხვა შორის გავიხსენებ ერთი შემთხვევა იყო დაახლოებით 30 წლის წინ ბათუმში ერთმა ბიჭს არ მისცეს უფლება რუსი ეროვნების ცოლის მოყვანის და შემდეგ მთელი ქართული ინტელიგენცია სამარცხვინოდ დადიოდა მოსკოვში და უმტკიცებდა მათ რომ იცი რა ჩვენ არა ვართ ესეთები ჩვენ სხვანაირი ხალხი ვართ ესეც აი ამის ნაწილი არის მაგრამ კიდევ უნდა შევხედოთ ისტორიულ წარსულსაც და აი ამ გეორგიევსკის ტრაქტატზე ლაპარაკს. ეს არის სრულიად გამორჩეული, თან ერთის მხრივ შეაქვთ ეს ბენზინი და ის ეხმარებიან რუსეთს. ამ კამპანიას აწარმოებენ ქართველი ხალხის წინააღმდეგლო, ვითომაც აქ არის რაიმე სახის ქსენოფობიური გამოვლენებები და უცებ ლაპარაკობენ გეორგიევსკის ტრაქტატზე, როგორც სასარგებლო რამეზე, რომელმაც 20 წლის განმავლობაში გადაარჩინა საქართველო. ჩამოვთვლი უბრალოდ რა მოხდა მას შემდეგ 1795 წელს საქართველოს დაიპყრო ომარ ხანმა 1795 წელს მოხდა აღა მაჰმად ხანის შემოსევა და კოლაფსი 1811 წელს გაუქმდა საქართველოს ავტოკეფალია ეკლესია და 1801 წელს გაუქმეს ქართული სახელმწიფო აი ამის მომხრე არის დღეს ირაკლი კობახიძე და ქართული ოცნება ამიტომ ჩემი აზრით სრულიად ცხადი არის რომ ეხლა ერთხარეს არის ქართული საზოგადოება ქართული პატრიოტული ელიტები, რომელიც მრავლად არის საქართველოში, ხოლო მეორე მხარეს არის პრორუსული ხელისუფლება კობახიძის, რომელსაც არ აქვს არავითარი პერსპექტივა საქართველოში. დიდი მადლობა, ნუგზარ დაგემშვიდობებით. ჩვენ კიდევ შევხვდებით დღეს ხრისთვის ერთმანეთს.